დილამშვიდობის მოგესალმებით. ქალი და ლიდერი და საერთოდ განათლება რა ქალის საქმეა. გათხოვდება და ქმარი არჩენს. ოჯახში თუ საზოგადოებაში გადამწყვეტი სიტყვა მამაკაცს ეკუთვნის. ეს სიმართლეა თუ სტერეოტიპი დღეს რთული საკითხავია. ყოველ შემთხვევაში როგორც მამაკაცების ასევე ქალების გარკვეული პროცენტი ამ ფრაზებს სრულიად ეთანხმება. პირველი ნაბიჯი კალში ჩადგი პიტერ პანდასავით იცეკვე. კაცი ოჯახის თავია. ეს ყველა მიცის. სწორედ თავიდან იწყება ყველა პრობლემა, რომელიც კაცს ოჯახში თითის განძრევასაც უშლის. მამაკაცისთვის შეურაცხყოფელია ჭურჭლის გარეცხვა, სარეცხის გაფენა და ბავშვის გასაირნებაც კი. სამწუხაროდ ასე ხშირად არა მხოლოდ კაცები, არამედ ქალებიც ფიქრობენ. ამიტომაც თავად შეურაცხყოფილები და დაღლილები დამოუკიდებლად ისევ განაგრძობენ მამაკაცის პერანგების რეცხვა გაუთხოვებას, კისერზე მოკიდებული ბავშვების თანხლებით. ოჯახის საქმეებში ქალთან ერთად რამდენად აქტიურად უნდა იყოს ჩართული და რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს? ჩემი აზრით თანაბრად უნდა იყოფდნენ ყველანაირ ოჯახთან დაკავშირებულ საქმეს, იმიტომ რომ ორივე არის თანამონაწილე და ერთად შექმნეს ეს ოჯახი და შესაბამისად ოჯახისთვისაც უკეთესი იქნება. რას ნიშნავს? ერთმანეთს ერთად რო ხართ ადამიანები, ერთმანეთს პატივი უნასცე და გაითვალისწინოთ ერთმანეთის აზრი. რა თქმა უნდა, ქალის ადგილი ყოფნაში, რადგან უკეთესად გამოდის საჭმელი, მაგრამ თუ მუშაობა უნდა, თუ ამის უნარია, განათლება, ყველაფერი მამაკაცმა არ უნდა დაუშალოს ეს. მდგომარეობა მოითხოვა ეგრეთ, რომ არც ერთ კაცს არ უნდა, რომ სოლი გარეთ იყოს და თვითონ სახლში ფეხი გადადებული იჯდეს. ხას მაგაზე პატარა ბავშვი ყავთ და შეიძლება რაღაც ოჯახური საქმეების განაწილება და ასე შემდეგ, იმიტომ მარტო ერთ ადამიანზე მთლიანი მოვალეობის დაკისრება სამართურია. აი ჭურჭლის დარეცხვაში. ჭურჭლის დარეცხვაში არა, მაგრამ შეიძლება სხვა რამე საკითხები შეითავსოს ასეთად. ისეთი რაც ჭურჭლის რეცხვაში არ გამოიხატება. ზუსტად ისე როგორც დრო ექნება, თუ ქალი მეც მუშაობს თქვა 18 საათს, როგორც მე ვიძახი და რომ მოვადაღლილი მამაკაცი უკვე სახლში არ ნაკლები მუშაობა, ყველაფერი უნდა გააკეთოს აბსოლუტურად. გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა? გათხოვდება და ქმარი მიხედავს. და საერთოდ ოჯახის შექმნა მხოლოდ კაცის საქმეა და ქალი, ვიცი მე, უფრო სწორედ მამაკაცებმა იციან მხოლოდ კუხნაში. სანამ ქალები მოვიგონებდეთ რეალურ იარაღს ამ სტერეოტიპების დასამხრევად, მანამდე გულს ვიფხანთ აი მსგავსი იარაღით. და ვუმიზნოთ სტერეოტიპებს. გაეროს განვითარების პროგრამამ გენდერული კვირეულის ფარგლებში, რიყის პარკში, ყველა მსურველს თავისუფალი ტრიბუნა დაუთმო იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება გამოეთქვათ გენდერული თანასწორობის შესახებ. დისკუსიის მსვლელობისას ძირითადად ქალები აქტიურობდნენ, მამაკაცები კი ჩვეული ყურადღებითა და udardელობით მხოლოდ უსმენდნენ. რასაც გენდერულ თანასწორობაზე მომუშავეები უკვე შევეჩვიეთ, არის რომ ხშირად გენდერული თანასწორობის საკითხები სასაცილო სახუმარო თემა არის. ამიტომ აი დღესაც რომ ვისმენთ, საკმაოდ ბევრი ბიჭი პირიქით აბუქებს და ამძიმებს თავის გამონათქვამს, იმიტომ უფრო პროვოკაციულ აზრებს გამოთქვავენ, თუმცა სახეზე ეტყობათ, რომ ასე ზუსტად არ ფიქრობენ და რეალობა სულ სხვანაირია. ამიტომ ხანდახან ვიცინოთ, ხანდახან სერიოზულად ვილაპარაკოთ, მაგრამ თავარი ამ თემაზე ვილაპარაკოთ. ეს არის ჩემი სამსახური, მეორე ოჯახია. გიგა ამ შემთხვევაშიც ხშირად გრძნობს მის სიახლოვეს, იმიტომ რომ გიგა უკავშირდება კიდევაც ჩემს სამსახურს და ხშირად მაძლევს რჩევებს. ცოლი ქმნის ჟურნალს ქალებზე, ისეც რომ პირველ რიგში მამაკაცებს მოწონდეს. აქ ქმარი მხოლოდ რჩევებს აძლევს. ოჯახში კი თეა და გიგა აგლაძეები ყოველდღიურად თავად ანაწილებენ, ვინ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს, მთავარი რედაქტორი თუ მთავარი რეჟისორი. Საყოფილო შემთხვევაში დედამის უთქვამს, რომ ნუ რეცხავ თებში. ნუ მეც რაღაცა ამ დროს დავძაბულ ვარ, რომ დაანებე თავი, მაგრამ ნუ რა მოხდა? არაფერი არ მოხდა მე მგონი. ახლა ჩვენ თუ რაღაცებს ვაკეთებთ, რაც არ გვეხება და არ გვევალება, ახლა ეს არ უნდა იყოს ნორმა და სულ არ უნდა აკეთებდეს ამას, რა თქმა უნდა, მამაკაცი, მაგრამ ხანდახან მე ვფიქრობ, რომ არაფერიც არ მოხდება, თუ ქალები საქმეს გააკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვაკეთებთ. ხანდახან თუ სისტემატურად ან ყოველდღიურად სწორედ ამ თემებზე სალაპარაკოდ შევიკრიბეთ დღეს დილიდან ჩვენ სტუმრებთან ერთად. მივესალმები სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის დირექტორს ბატონ იაგო კაკჭაშვილს, ლეილა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი და მირიამ ჯუღელი, გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენელი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანების. დღეს ჩვენ უკვე კონკრეტული ციფრებით და კონკრეტულ კვლევებზე დაღმობით ვისაუბრებთ იმ თემებზე, რომელიც აქტუალურია და მკვნელი ყოფილა მოსახლეობისთვის. დავიწყოთ იმ კვლევით, რაც ჩატარდა
ამ ეტაპზე გვაქვს კონკრეტული კვლევა ხელში და რა შედეგები გვაქვს, რამდენად სანუგეშოა და რამდენად შემაშფოთებელი. მოგესალმებით, მე ვესალმებ ტელემაყურებელს. პირველ რიგში მადლობა გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდს, რომ ასეთი კვლევის ინიციატორი გახდა. მე არ მახსოვს, რომ ამ ტიპის კვლევა ჩატარებული იყო საქართველოში. ასეთი წარმომადგენლობითი კვლევა, ეს მართლაც მასშტაბური კვლევა, დაახლოებით 2400 რესპონდენტი გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით. ეს საკმაოდ მაღალი სანდოობით იძლევა შედეგების განზოგადების შესაძლებლობას, არა მხოლოდ მთელი საქართველოსთვის, არამედ საქართველოს ცალკეული რეგიონებისთვის. შედეგები მართლაც მრავალფეროვანია, უამრავია. რა ვიცი, დავიწყოთ შედეგებზე საუბარი. კაცების ჩართულობა საოჯახო საქმეებში. იცით რა, მოდით ესე გავაკეთოთ. მე უფრო ცოტა უფრო ვთქვათ, ჰოლისტური სურათი რო წარმოვიდგინოთ ქართული საზოგადოების და საქართველოს მოსახლეობის. ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მოსახლეობა სამ ჯგუფად დავყოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად როგორია მათი დამოკიდებულება ქალსა და კაცს შორის თანასწორობის საკითხის მიმართ. ერთ ჯგუფს შეიძლება უწოდოთ თანასწორობის მიმართ ლოიალურად განწყობილი ჯგუფი, ანუ ის ვინც აღიარებს თანასწორობას. სხვადასხვა სფეროში იქნება საოჯახო საქმეებში ჩართვა, კი, შემიძლია საოჯახო საქმეებში ჩართვა, ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა და ასე შემდეგ. სხვადასხვა სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მეორე არის გენდერული თანასწორობის მიმართ რეზისტენტულად, ანუ უარყოფითად განწყობილი ჯგუფი და მესამენი არიან ეგრეთ წოდებული ოპორტუნისტები, ანუ რაღაც საკითხში გენდერული თანასწორობის მომხრეები არიან, რაღაც საკითხში უარყოფენ. ამ სამი ჯგუფის გადანაწილება, ჯერ გეტყვით პროცენტულ გადანაწილებას, აი ლოიალურების ხვედრითი წილი არის 3.7%. წარმოიდგინეთ, ეს არის უმცირესი ნაწილი. შეიძლება განსხვავება იყოს ასაკში ან ქალებსა და მამაკაცებს შორის? მე მესმის, რომ ინტერესი დიდია და შეკითხვები ბევრია, მაგრამ ცოტა დრო გვინდა რომ სწრაფად მოვასწროთ. ეს სამი ჯგუფის ხვედრითი წილი ხო გამსაზღვრა რა? ლოიალურები 3.7%, რეზისტენტულები 45.5% და ოპორტუნისტები 50.8%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება ხა ბოლომდე კაცრად პატრიარქალური ან ისეთი უპირობო ტრადიციული არ არის. უფრო მეტად ოპორტუნისტულად არის განწყობილი, ანუ რაღაც საკითხებში, თქვა გენდერულ თანასწორობას, ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობას აღიარებს და რაღაც საკითხებში არა. ეხლა იმ შეკითხვას რომ მიუბრუნდეთ, რაც თქვენ თქვით, რასაკვირველია ახალი თაობის რესპონდენტებში გენდერული თანასწორობის მიმართ ლოიალურთა ხვედრითი წილი იზრდება, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვნად, რომ ჩვენ რაღაცა თაობათა შორის განსხვავებები, ამ თაობათა შორის კონფლიქტი ამ ჭრილშიც განვიხილოთ და ამ მიმართებაშიც განვიხილოთ. აი ჩემთვის პირადად მაგალითად ბევრმა იყო აღმოჩენა ამ კვლევაში და მართლაც უნიკალური კვლევა რო არ ველოდით ესეთ შედეგებს ანუ არა ველოდით მაგრამ რაღაცა დეტალებში არ ველოდით ესეთი ამბივალენტური დამოკიდებულება მქონდა მაგალითად აღმოჩენა იყო ბავშვის აღზრდის პროცესში მამაკაცთა ჩართულობის საკითხი. მე მეგონა რომ იქნებოდა უფრო მაღალი მაჩვენებელი. როგორია ეს მაჩვენებელი? აი მაგალითად ერთ მაჩვენებელს გეტყვით რომ იმ მამაკაცთა ხვედრითი წილი, ვინც მონაწილეობს ჩვენ მოზარდები დაყოფილი გვყავდა სამ კატეგორიად 0-დან 6 წლის ჩათვლით, 7-12 წელი და 13-18 წელი. ამას თავისი ლოგიკა აქვს, ცხადია ამ დაყოფას, ანუ გარკვეული თეორიული საფუძველი აქვს და რაც უფრო იზრდება ბავშვი ოჯახში კომუნიკაცია ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად კომუნიკაცია მშობელ სამშობლოში მამასა და შვილს შორის მცირდება. ეს ყველაზე მეტად საჭიროა ხო? გარკვეულწილად შორდება და 13-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან მამების დისტანციურობა არის თვალსაჩინო. ანუ თუ 18% ეხა ზუსტად უყურებ 0-დან 6 წლამდე, 5%-ამდე ჩამოდის უკვე 13-დან 18 წლამდე. კარგად ლელა, გასაგებია ეს კვლევა იდება, ამას კიდე განვარცხობთ სხვა რა საკითხებს მოიცავს, მაგრამ შემდეგი გზები რა არის? ანუ რამეს ვხედავთ სადმე გვირაბის ბოლოს შუა? და რას გვესწრებს დღეს ეს კვლევა? მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ ყურადღება დაუთმეთ ამ საკითხს. მე მინდა რომ ოდნავ ცოტა სიცხადე შევიტანო, რატომ გავაკეთეთ, რატომ გაკეთდა ეს კვლევა. ეს კვლევა არის მამაკაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში. იმიტომ რომ ფაქტიურად თუ ჩვენ გვინდა რომ მივახციოთ გენდერულ თანასწორობას და ეს არ იყოს თვითმიზანი და
ამის გამო მივიღოთ განვითარების რაღაც დადებითი შედეგები, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ შევცვალოთ არათანასწორი გენდერული ურთიერთობები. და ეს მოითხოვს არა მხოლოდ ქალების გაძლიერებას, არამედ მამაკაცების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის და საერთოდ განვითარების მხარდასაჭერად. იქნება ეს რეპროდუქციული ჯანმრთელობა, იქნება ეს ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, იქნება ეს ბავშვის აღზრდა თუ სხვა და სხვა. აი ამის გამო გაკეთდა ეს კვლევა, რომ გვენახა რა არის ის პატერნები, ის დამოკიდებულება, ის სოციალური პრაქტიკა, რაც ამჟამად არსებობს ქალსა და მამაკაც შორის, ვთქვათ, პარტნიორული დამოკიდებულების თვალსაზრისით, საოჯახო საქმეებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მე მითხრა ერთი კითხვა უკაცრავად რომ გაწყობდი, გვინდა კი ეს გენდერული თანასწორობა, იმიტომ რომ ვუყურებთ, ანუ მამაკაცების ჩართულობა საოჯახო საქმეებში. აქ ქალების და მამაკაცების აზრი თითქმის და პროცენტულობა 84% თუ ემხრობა იმას, რომ რაღაც კონკრეტული საქმეანობა უნდა კონდეს მამაკაცებს, ქალების 76% ემხრობა. ანუ თითქმის არა განსხვავება ამაში. ცით მეც მიჩნდება შეკითხვა, მაგალითად მაწერია, რომ გათხოვდება და ქმარი მიხედავს, ну რატო? და გადახაზულია, მაგრამ მალე წინააღმდეგები იმას რომ უნდა მომხედოს გარკვეულწილად, თუმცა მარტო გათხოვებაზე არ უნდა იყოს. ანუ სტერეოტიპის დამსწრება ხომ არ ბადებს ახალ სტერეოტიპს ამის შეშობა ხო არა? აი ამ საკითხს ასეთნაირად შევხედავდი მაგალითად, რომ რას ნიშნავს არათანასწორი გენდერული ურთიერთობები და რაზეა ეს დამყარებული, ხო? აი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვლევა მაჩვენა, რომ განსაკუთრებით პატრიარქალურ საზოგადოებაში ძალიან დიდი წნეხი არსებობს იმისათვის, რომ რაღაცა ნამდვილი მამაკაცური ტიპი ჩამოყალიბდეს და გაიზარდოს ბიჭი ნამდვილ მამაკაცად. მაგრამ ეს სტერეოტიპები და წნეხი საბოლოოდ იწვევს იმას, რომ მამაკაცი ყალიბდება აგრესიულ პიროვნებად, რომელიც ძალიან ხშირად მიმართავს საზოგადოებისთვის, ვთქვათ, არაუსაფრთხო და რაღაც ზიანის მომტან პრაქტიკებსაც კი. თუ უფრო მაღალი იქნება გენდერული თანასწორობის ხარისხი და დონე, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ეს სტერეოტიპები და წნეხი იქნება ნაკლები, შემცირდება ძალადობა საზოგადოებაში. ძალიან ბევრი დრო სჭირდება. ამას სჭირდება თაობები, მაგრამ ამას სჭირდება თაობები, ამას სჭირდება გააზრება, რას ნიშნავს რეალურად გენდერული თანასწორობა და რატომ გვჭირდება ის ჩვენ, არა მხოლოდ ჩვენ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. და სწორედ აი ამ მიზეზების და ასე ვთქვათ იმ ფაქტორების გამოვლენას ვიწყებთ, რაც საფუძვლად უდევს ამ არათანასწორო კარგად ბოდიში ესმის საზოგადოებას ცნება გენდერული თანასწორობა. გამოკითხულთა შორის, რადგან პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ხდება იმ ანიმაციური კლიპის ბოლოს, რომელიც თქვენ დაამზადეთ, არ ეთანხმება შედეგებს. ძალიან საინტერესო არის რას ამბობენ ხოლმე ადამიანები და შემდეგ რას აკეთებენ. ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ ეს ორი განმარტება ერთმანეთს არ ემთხვევა. რომ ამ კლიპის მიზანი იყო მაგალითად გვეჩვენებინა თუ რამდენად არიან ჩართულები კაცები ოჯახში გადანაწილებულ საქმეებში, რამდენად ულიან ბავშვებს, რამდენად მიიღოთ ისინი სკოლაში, რამდენად არიან ჩართულები თქვა საჭმლის მომზადებაში და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ციფრები არის ძალიან დაბალი, ბოლოში გვიჩნდებოდა ესეთი კითხვა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, კაცების 54% თვლის, რომ გენდერული თანასწორობა არსებობს. თუმცა მაგალითად 0-დან 6 წლამდე ბავშვებს ეთამაშება და თქვა წიგნებს უკითხავს, ანუ ზღაპრებს მხოლოდ 18% 90% ამას არ აკეთებს. და შემდეგ ეს იკლებს და იკლებს. იგივე იყო რაც აი ბატონო იაგომ თქვა, რომ 13-დან 18 წლამდე თქვა გვინდა ამ კლიპში გვეჩვენებინა, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩდება თინეიჯერობის ასაკში. თუმცა მამების 50%-ზე მეტი ყოველ დღე არ ესაუბრება შულს ამ. ერთ ინფორმატიულობის სასამაღლებლად ჩატარდა გენდერული თანასწორობის კვირეული გაეროს ერთობლივი პროექტის ეგიდით. რა ღონისძიებებს მოიცავს და რას ემსახურება ეს კვირეული? ამ კვირეულის მიზანი არის ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის შესახებ და იგი მოიცავს ჩართული ამაში გაეროს სხვადასხვა სააგენტოები და სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. ბატონო იაგო, მე მაინც ამ კვლევას დაუბრუნდები, რაც ძალიან შემაწრწუნებელია დამოკიდებულება ძალადობის მიმართ, ხო? ანუ მამაკაცების და ქალების პროცენტულობა აქაც რაღაც თანაბარია 31 და 36, რომ ქალს თუ გააუპატიურებენ, ეს არის თავისი ბრალია, ხო? და იწევს თუ არა თანადოდ იქცევა. მინდა ძალიან მოკლედ გამოეხმაურო იმას, რას თქვენ თქვით, რომ მართლაც ესეა ქალსა და მამაკაც შორის როლების განაწილების ის მოდელი დავარქვათ ამას პატრიარქალური ან ტრადიციული მოდელი, რაც საქართველოში დღეს
დომინანტურია, ასე ვთქვათ, არა წუხებს ადამიანებს, ქალებს და მამაკაცებს აღიარებენ, ეს სავსებით ნორმალურია. მაგრამ ერთი ამ არსებულ ვითარებას უნდა შევხედოთ, ხო, ვამბობთ, რომ ევროპა გვინდა, ევროკავშირში გაერთიანება გვინდა. რაღაცა ევროპული ღირებულებების კუთხით ერთი ეს და მეორე პატრიარქალურ სიტუაციას რა საქართველოში აქვს, საბოლოო ჯამში რა შედეგები მოაქვს ქალისთვის? საბოლოო ჯამში ქალისთვის მოაქვს ის შედეგი, რომ მისი შესაძლებლობები სოციალური აქტიურობის თვალსაზრისით, სამოქალაქო აქტიურობის თვალსაზრისით, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით არ არის რეალიზებული. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ არარეალიზებულ ადამიანებს, არარეალიზებულ ქალებს, რომლებიც ასაკვირველია. ახლა შეიძლება ძალადობას და უამრავი საინტერესო პლასტი აქვს ამ კვლევას, მაგრამ აი ძალადობასთან დაკავშირებით ნახეთ რა საინტერესო ძალადობა ჩვენ შეიძლება დავყოთ რამოდენიმე სახით. არსებობს ფსიქოლოგიური, ან ეგრეთ წოდებული სიტყვიერი ძალადობა, რაღაცა ვერბალური წნეხი, არსებობს ფიზიკური ძალადობა, სილის გაწვნიდან დაწყებული და რთული ფიზიკური ზემოქმედების ფორმებით დამთავრებული და არსებობს სექსუალური ძალადობა. აი ამ კვლევამ აჩვენა, რომ სიტყვიერი ძალადობა არის ყველაზე ფსიქოლოგიური ძალადობა, არის ყველაზე გავრცელებული ფორმა და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მაინდა-მაინც არ არის პრობლემა და არ არის ისეთი ტრაგედია არ არის, იმიტომ რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა, აი მაგალითად ყვირილი ან გინება და ასე შემდეგ, ეს არის იმისთვისა, რომ თავისი სიტყვა მომავალ. ეს არის ოჯახური ურთიერთობების ჩვეულებრივი ოჯახური ურთიერთობების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი, ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი და ეს პრინციპში ხშირ შემთხვევაში არც აღიქმება როგორც ძალადობა, ისევე როგორც აი ვთქვათ, ბავშვს თუ თმები მოვკაჩიან, ყური თუ აუწიე, აბა ის მშობელი ვარ ეს თუ არ გავაკეთე, ხო? ასე რომ ამ თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლება, რაღაც საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კვლევას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ეს დატვირთვაც აქვს ამ კვლევას, როდესაც ეს კვლევის შედეგები გამოვა სააშკარაოზე, რაღაცა ანიმაციური ფილმი იქნება თუ პრეზენტაცია. იმის იმედი მაინც დავიტოვოთ, რომ მომავალ რეფლექსია უნდა გაჩნდეს, რასაკვირველია. ეხლა თლად დრამატულად მოწარმოვიდგენ სიტუაციას. მე მახსოვს ჩემი სიყმაწვილე და მახსოვს ის ურთიერთობები, რაც ჩემ ოჯახში იყო, ან ჩემს გარშემო იყო და რა არის დღეს. ეხლა დღეს არის აშკარა პროგრესი. მაგრამ თუმცა მაინც წერდა წავიდე. ხო. რა თქმა უნდა, რასაკვირველია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრები, დიდი მადლობა ამ კვლევისთვის. პარასკევსაა პრეზენტაცია და ძალიან დიდი იმედია, რომ ძალიან მალე ეს მაჩვენებლები შეიცვლება. და გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დილის გადაცემა მალე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ.